პეტერბურგიდან 200 ვერსის დაშორებით და საქართველოდან გაცილებით უფრო შორს 1822 წელს ალექსანდრე სვირელის მონასტერში, იმ ადგილას, სადაც ადრე რუსეთის ხელისუფლებას წმინდა კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე ჰყავდა შინაპატიმრობაში, გარდაიცვალა გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, რომელიც სამშობლოდან შორს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ გადაასახლეს. მხოლოდ 2 საუკუნის მერე დაუბრუნდა მღვდელმთავრის სხეული ქართულ მიწას. 2005 წელს იგი გელათის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, სადაც თავის დროზე თვითონ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. იმავე წელს წმინდა სინოდმა გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე წმინდანად შეერაცხა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მისი ხსენების დღეს აღნიშნავს. ეროვნულ არქივში უამრავი მასალაა 1819-20 წლების იმერეთის აჯანყებაზე, რომელსაც ცერკოვნი ბუნტის სახელითაც მოიხსენიებენ და რომელში მონაწილეობის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე და ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი სახელმწიფოს მტრად და ბუნტოვშიკებად შერაცხა. მე-19 საუკუნის გასაწყისში რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია სხვადასხვა პროტესტის ტალღა საქართველოს რეგიონებში. კონკრეტულად ამ შემთხვევაში იმერეთის აჯანყების დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საეკლესიო მიწები ჩამოერთვათ სამღვდელოებისთვის და გაიხადათ ისინი სახელმწიფო, რაც თავისთავად გამოწვეული იყო იმით, რომ გაეზარდათ შემოსავლები. 1810 წლიდან იმერეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა. დამპყრობელი ხელისუფლება აქტიურად ატარებდა ეგრეთ წოდებულ ინვენტარიზაციას, რაც ეკლესია მონასტრებიდან განძის გატანასაც გულისხმობდა. მათ საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება. რაც გლეხთა საეკლესიო გადასახადს კიდევ უფრო ზრდიდა. ხალხთან ერთად ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდა წმინდა ექვთიმე შერვაშიძეც. ამ ყველაფერმა ხალხში აღშფოთება და აჯანყება გამოიწვია. ეროვნულ არქივში არის დაცული წერილი, სადაც ქუთათელი და გაენათელი მღვდელმთავრები მიმართავენ ხელისუფლებას, მათი დამოკიდებულება აჯანყებულების მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი არ იყოს. სექტემბრის 18-ით დათარიღებული წერილი დოსითეოს ქუთათელისა და მიტროპოლიტ გაენათელის ეხება პირველ რეფორმებს, რომლებიც გაატარა მეფის რუსეთმა საეკლესიო ხაზით და განაცხადებს, რომ ჩვენო თანახმოვართო, ანუ გემორჩილებითო შესაბამისად იმ რეფორმებშიო და ხალხის მღელვარება გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ ადრე სოლომონის სამართლებრივი კანონით რაც იყო, იმის ცვლილებავდა. ჩვენო მაინც გემორჩილებით, მაინც ხარს უჭერთო თქვენს რეფორმასო და თუ შეიძლება რომ ნაკლებად დაზარალდეს მრევლიო. ეს 11-კაციანი სია იმ ადამიანთა გვარსახელებითაა შევსებული, რომელთა დაპატიმრებასა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ლიკვიდაციასაც რუსეთის ხელისუფლება აპირებდა. მათ შორისაა გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმეც. ეს წერილი ეხება უშუალოდ აჯანყების პერიოდს და მკაცრი განაცხადი აქვს სადამსჯელო ექსპედიციის ხელმძღვანელის კურტანოვსკისა, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებლადო ამ მღელვარებისას რომ მთავარია ავიყვანოთო ცარიევნა დარეჯან, დოჩ სოლომონა თავად ივანე აბაშიძის დედაო, მიტროპოლიტი აუცილებლად უნდა ავიყვანოთ ეს ადამიანებიო. მიტროპოლიტი ქუთაისელი, მიტროპოლიტი გაენათის. წერილი არის დათარიღებული 1820 წლის 18 თებერვალს და ამ აწერია განსაკუთრებით საიდუმლოდ. რუსეთის ხელისუფლების წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით 4 მარტს წმინდა მიტროპოლიტები ექვთიმე და დოსითეოსი საწოლში მწოლიარენის შეიპყრეს. თავზე ტომრები გადააცვეს, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და რუსეთისკენ გზას გაუყენეს. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი გზაშივე დაიღუპა. გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე კი ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. მან გადასახლებაში 2 წელი გაატარა.